მოგესალმებით. პოლიტიკაში მუდმივი მეგობრები რომ არ არსებობენ, ეს არაერთხელ გვითქვამს. ამის მაგალითი კი შტატებისა და ევროკავშირის ურთიერთობაა. მანამ სანამ მათი ინტერესები ერთმანეთს არ უპირისპირდებოდა, ყველა მეგობრობასა და პარტნიორობაზე საუბრობდა. როგორც კი ევროკავშირის სასარგებლოდ შეიცვალა ვითარება, შტატებში მეგობრობას დაავიწყდათ. ისტორია კი 2006 წელს იწყება, როდესაც ევროკავშირის ეკონომიკამ $1.5 ტრილიონით აჯობა ამერიკის ეკონომიკას, რაც შტატებში წითელი ხაზი იყო. დღის წესრიგში ევროკავშირის კონკურენციის გზიდან ჩამოშორება დადგა და გეგმას მალევე ამუშავდა. ამ გეგმაში კი უკრაინაში მიმდინარე ომის საშუალებაა დასუსტდეს ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკები და ამ ფონზე შტატების ეკონომიკა მოზლიერდეს. აქ საუბარი არ ეხება მხოლოდ ფინანსურ დახმარებას ევროპის ქვეყნების მხრიდან უკრაინისთვის. საუბარია ევროპული კომპანიების ამერიკაში გადასვლაზე ან დახურვაზე, ან კიდევ თანამშრომლების შემცირებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგოკრიზისის შექმნა ევროპაში. 2006 წლის შემდეგ კი დაიწყო ხანგრძლივი პროცესი და ევროპის ქვეყნებისთვის ისეთი პოლიტიკის თავს მოხვევა, რომელიც მათივე ინტერესებისთვის დამაზიანებელია, მაგრამ შტატებისა და გლობალური ომის პარტიის ან გნებავთ Deep State-ის ინტერესებში ნამდვილად შედიოდა. ინტერესი კი მარტივი იყო. ევროკავშირი არ უნდა ყოფილიყო შტატების კონკურენტი, არამედ მისი პოლიტიკის გამტარებელი და ბერკეტი შტატების სტრატეგიული ინტერესების შესასრულებლად. საამისოდ იყენებს შტატები უკრაინაში მიმდინარე ომსაც. რაც შეეხება ენერგეტიკულ კრიზისს ევროპაში. 1 იანვარს რუსეთ-ევროკავშირის შეთანხმება დასრულდა, რომლის საშუალებით რუსული გაზი ევროპაში უკრაინის გავლით შედიოდა. ძალიან ბევრს ეცადა სლოვაკეთის პრემიერი რობერტ ფიცო ეს ტრანზიტი არ შეწყვეტილიყო, ვინაიდან პირველ რიგში სლოვაკეთი დაზარალდა ამით. სლოვაკეთი რუსული გაზის ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია. რობერტ ფიცო 22 დეკემბერს იმყოფებოდა მოსკოვში და ვლადიმერ პუტინს უკრაინის გავლით რუსეთის გაზის ტრანზიტზე ესაუბრა. მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა იმდენად, რამდენადაც უკრაინის პრეზიდენტმა მაქსიმუმი გააკეთა ამისთვის. ფიცო იმასაც კი იხსენებდა, რომ პირად საუბარში ზელენსკი გარიგებასაც კი სთავაზობდა. უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტს არ შეწყვეტდა, თუ სლოვაკეთი რუსეთს გაზის საფასურს არ გადაუხდიდა. ზელენსკი უფრო შორსაც წავიდა და ფიცოს ისიც შესთავაზა, რომ უკრაინის ნატოში წევრობაზე თანხმობის სანაცვლოდ სლოვაკეთისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან 500 მილიონ ევროს გადასცემდა. რობერტ ფიცო პოლიტიკურ პრინციპებს მყარად იცავს და შესაბამისად არც ერთი შემოთავაზება არ მიიღო. მაგრამ ამ მაგალითიდან ნათელია, როგორ მოქმედებდა ზელენსკი. ზელენსკის რომ გაყინული რუსული აქტივებიდან არავისთვის არაფრის გადაცემა არ შეუძლია, ესეც ფაქტია. შესაბამისად ჩნდება ეჭვი, რომ სხვა ვიღაცის სათქმელს სთავაზობდა ფიცოს. ახლა რაც შეეხება ზოგად სურათს, უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტის შეჩერებამ გაზის ფასებზე იმოქმედა და ეს ბუნებრივია. ამ სქემაში ერთი შეხედვით სამი მხარე გვყავს: უკრაინა, რუსეთი და ევროკავშირი. საინტერესოა დარჩა თუ არა ვინმე მოგებული ამ სამიდან ტრანზიტის შეჩერებით. შევხედოთ მოცემულობას. 2025 წელს გაზპრომი ჩინეთში 38 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტს აპირებს. გაზსადენი თურქული ნაკადის საშუალებით 25 მილიარდი კუბური მეტრი გაზი თურქეთში წავა და 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ევროპაში. უკრაინის გავლით ტრანზიტის შეჩერებით კი რუსეთმა მხოლოდ 15 მილიარდი კუბური მეტრი გაზის შემოსავალი დაკარგა. დანაკარგი ნამდვილად არის, მაგრამ არა ისეთი, რომ ამით გაზპრომს რაიმე არსებითი ზარალი მოუვიდეს. ამას თუ დავუმატებთ იმ რეალობას, რომ ტრანზიტის შეწყვეტამ გაზზე ფასების მატება გამოიწვია, გამოვა რომ დანაკარგს რუსეთი არსებული ექსპორტის საშუალებით აინაზღაურებს. ამ მოცემულობას სლოვაკეთის პრემიერის აქცევდა ყურადღებას და ამბობდა, რომ ევროკავშირი რუსეთთან შედარებით 30-ჯერ მეტ ზარალს ნახავდა. მისი თქმით, ტრანზიტის შეჩერებით რუსეთი 2 მილიარდი ევროთი იზარალებდა. ევროკავშირი კი წელიწადში 60-დან 70 მილიარდამდე ევროთი. ამასთან უკრაინის ზარალი წელიწადში დაახლოებით 800 მილიონი ევრო გამოდის, რაც ომში მყოფი ქვეყნისთვის საგრძნობი ზარალია. ამ აღწერით მარტივი დასანახია, რომ უკრაინაზე გაზის ტრანზიტის შეწყვეტით ევროკავშირიც ზარალობს, რუსეთიც იღებს ზარალს
და უკრაინა ხომ მით უმეტეს ზარალობს. მაგრამ არის ერთი მაგრამ. ასეთ სქემებში არ შეიძლება მხოლოდ წაგებულ პოზიციაში მყოფი მხარეები არსებობდნენ. რასაც ახლა ჩვენ ევროკავშირში ვხედავთ, ეს არის ევროპის ქვეყნების ტრადიციული ენერგომომწოდებლის, ანუ რუსეთის ჩანაცვლების მცდელობა. საუბარია ისეთი გაზსადენების ან გაუქმებაზე, ან საერთოდ აფეთქებაზე, როგორიც არის მაგალითად ჩრდილოეთი ნაკადი ან უკრაინაზე გამავალი გაზსადენი. მაშინ ვინ რჩება მოგებული? მოგებული რჩება ის მხარე, ვინც ევროკავშირის კონკურენციის გზიდან ჩამოშორება დაგეგმა, ვისთვისაც არსებითია, რომ ევროპის ქვეყნებს არ ჰქონდეთ იაფი ენერგორესურსები და ამით მათი პროდუქცია არ იყოს კონკურენტუნარიანი. საუბარი გვაქვს შტატებზე, Deep State-სა და გლობალური ომის პარტიაზე. სწორედ შტატების ინტერესში შედიოდა, რომ როგორმე ევროკავშირი რუსული იაფი ენერგორესურსების გარეშე დარჩეს და ამერიკული გათხევადებული გაზი შეისყიდოს. სხვათა შორის ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მხარს უჭერს შტატებისგან მეტი საწვავის შეძენის იდეას რუსული ალტერნატივის შესამცირებლად. ევროკავშირის ენერგობაზრისთვის ბრძოლის შესახებ ნახეთ გიორგი მდივანის სიუჟეტი. ევროკავშირში გაზის მარაგების ხარჯვა 2021 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს. ამ გარემოებას ყურადღება Financial Times-მა მიაქცია. გამოცემა აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი ცივი ამინდი და საზღვაო იმპორტის შემცირებაა. ამჟამად მარაგების რაოდენობა 75% შეადგენს, თუმცა გასული წლის დეკემბერში 90% იყო. აგრეთვე აღნიშნავენ, რომ ევროპაში აზიური ქვეყნებიდან თხევადი გაზის იმპორტის კონკურენციას წააწყდნენ. ამან გამოიწვია დაგროვილი მარაგების სწრაფი გახარჯვა. გერმანიის ხელისუფლება მოსახლეობას გაზის ეკონომიისკენ მოუწოდებს. ქვეყნის კომუნალური მომსახურების მთავარმა რეგულატორმა კლაუს მიულერმა განაცხადა, რომ უმჯობესია გაზის ეკონომია კვლავინდებურად გაგრძელდეს და მოქალაქეებმა საკუთარ საფულეზე დატვირთვა შეამცირონ. პოლონეთის მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლება სთხოვს ვახშამი მიკროტალღურში არ გააცხელონ და საღამოს სარეცხი მანქანა არ გამოიყენონ ქვეყნის ენერგეტიკული ბალანსის გასაუმჯობესებლად. ამას იმით ხსნიან, რომ დღის მეორე ნახევარში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა საგრძნობლად იზრდება და ენერგოკომპანიებს მუშაობა მაქსიმალურ სიმძლავრეებზე უწევთ. ცნობილი დასავლური გამოცემა Bloomberg იტყობინება, რომ ევროპაში ენერგოკრიზისია. უკრაინაში ომის ესკალაციამ 2024 წლის ბოლოს გაზზე ფასის გაზრდა გამოიწვია 45%. ეს საკმაოდ სერიოზულად უძვირებს მოსახლეობას ცხოვრების დონეს და მმართველი ძალების მიმართ უკმაყოფილება კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. მთელი ევროპული კონტინენტის ენერგოუსაფრთხოება დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს საკითხი მაშინ გამძაფრდა, როდესაც 2025 წლის 1 იანვარს უკრაინულმა მხარემ გაზპრომთან ხელშეკრულების გაგრძელება აღარ ისურვა და ევროპაში გაზის ტრანზიტზე უარი განაცხადა. აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ცივი ზამთრის საშიშროების პირისპირ დარჩნენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა. მან Facebook-ზე განცხადება გააკეთა, რომ ის და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვიუჩიჩი ყველაფერს მოიმოქმედებენ საკუთარი ქვეყნების გადასარჩენად. ორბანმა დაგმო ოფიციალური კიევის გადაწყვეტილება და იმ სახიფათო შედეგებზე ისაუბრა, რაც შეიძლება მოყვეს უკრაინის მიერ ევროპის დაღალატებას. უკრაინის პროვოკაციული ქმედება ფასების მნიშვნელოვან ზრდას გამოიწვევს ენერგომატარებლებზე, რაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დიდი გამოწვევა იქნება. ცოტა ხნის წინ ორბანი ვიუჩიჩს შეხვდა, რათა მათ ერთობლივი გეგმა შეიმუშაონ კრიზისისგან თავის დასაღწევად. ბელგრადში ოფიციალური ვიზიტისას ორბანმა საკმაოდ შემაშფოთებელი შეფასება გააკეთა. მისი განცხადებით, უნგრეთის ბენზინგასამართ სადგურებზე საგანგაშო მდგომარეობაა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსოფლიოში ევროპული ენერგომომარაგებისთვის დამანგრეველი ფაქტები დაფიქსირდა. დიდმა ბრიტანეთმა გათიშა გაზის მიწოდების ხაზები, რომლის მეშვეობითაც გაზი უნგრეთს მიეწოდებოდა. ევროპა ახალი ენერგოკრიზისისკენ მიემართება. უნგრეთი ამისგან შორს უნდა დარჩეს, რაც რა თქმა უნდა არ არის იოლი. ის რაც ახლა ხდება უნგრეთის ბენზინგასამართ სადგურებზე დამანგრეველია და სისხლიანიც. ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანა იმ გაზსადენების დაცვა, რომლის მეშვეობითაც გაზის ტრანსპორტირება ხდება რუსეთიდან ევროპაში. ეს გაზსადენი უნგრეთს სერბეთის გავლით უკავშირდება. ამიტომაც ჩვენ ერთობლივად შეგვიძლია ჩვენი ოჯახების, შინამეურნეობების და ბიზნესის დაცვა ფასების ზრდისგან. ასეთ ვითარებაში თურქულ ნაკადს, რომლის მეშვეობითაც რუსული გაზი თურქეთის გავლით ევროპას მიეწოდება, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ თურქული ნაკადის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და მის ფუნქციონირებას უნგრეთის და სერბეთის საერთო ინტერესი უწოდა.
უნგრეთის და სერბეთის ენერგოუსაფრთხოებისთვის ორბანმა და ვიჩიჩმა გეგმები განიხილეს 128 კილომეტრის სიგრძის დრუჟბას ნავთობსადენის საკითხთან დაკავშირებით, რაც ამ ორ ქვეყანას აკავშირებს და რუსული ნავთობის ტრანსპორტირებას ეწევა. სერბეთის მდგომარეობას ის ფაქტი ამძიმებს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ქვეყნის უმსხვილესი ენერგოკომპანია, NIS. ამერიკელების განმარტებით მათ იმიტომ დაასანქცირეს სერბული კომპანია, რომ იქ რუსებიც ფლობენ წილს და მათ მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ენერგოსექტორის წინააღმდეგაა მიმართული. თუმცა ამით სერბების მდგომარეობა ოდნავადაც არ უმჯობესდება. უნგრეთი და სერბეთი დიდ წინააღმდეგობას აწყდებიან ასევე ევროკავშირის მმართველი ელიტის მხრიდანაც, მაგრამ ამ ქვეყნის ლიდერები დანებებას არ აპირებენ. ევროპული ქვეყნებიდან ყველაზე შემაშფოთებელი მდგომარეობა ენერგოკრიზისის გამო უნგრეთში, სლოვაკეთში, ავსტრიაში, სერბეთში და მოლდოვაშია. ევროკრატები კი სიტუაციის გამოსწორების მაგივრად გარედან მიღებული დავალებების ბრმა შესრულებაზე არიან გადასული საკუთარი მოსახლეობის ინტერესების სრული იგნორირების გათვალისწინებით. მაშინ, როდესაც ევროპაში გაგანია ენერგოკრიზისია, ევროკავშირის ახლად დანიშნული კომისარი ენერგეტიკის საკითხებში დან იორგენსენი მთავარ პრიორიტეტად რუსეთთან ნებისმიერი ენერგეტიკული კავშირის გაწყვეტას მიიჩნევს. პოლიტიკოსთან მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ რუსული თხევადი გაზის შეძენა შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ევრობლოკის ტრაექტორიასაა აცდენილი. 2024 წლის დეკემბერში სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მოსკოვში გაემგზავრა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართა შეხვედრა. ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რუსული გაზის ტრანსპორტირების მარშრუტების ძიება აღმოსავლეთ ევროპაში. ფიცოს, ორბანს და ვიუჩიჩს პირველ რიგში საკუთარი მოსახლეობის ბედი აღელვებთ და არ სურთ, რომ მათი ენერგოხარჯები გაიზარდოს. აი ბრიუსელში განთავსებული ჩინოვნიკების უმრავლესობას კი ეს დიდად არ აღელვებს. მათთვის მთავარია, რომ ყველაფერი ვაშინგტონის გეგმით წარიმართოს. 1 იანვრის შემდეგ ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას და განვიხილავთ შესაძლო ზომებს საცალო ვაჭრობასთან დაკავშირებით უკრაინასთან მიმართებაში. თუ საჭირო იქნება, ჩვენ შესაძლოა უკრაინას ელექტროენერგიის მომარაგება შევუწყვიტოთ, რასაც ის წარმოუდგენლად საჭიროებს. ჩვენ შეიძლება სხვა ქმედებებზე შევთანხმდეთ რუსული გაზის ტრანზიტის შენარჩუნებისთვის. რუსული გაზის ტრანზიტის აკრძალვა არ არის ცარიელი პოლიტიკური ჟესტი. ამის ფას ევროკავშირი მთლიანად გადაიხდის, მათ შორის სლოვაკეთიც. ზოგადად ევროკავშირის ენერგოდამოუკიდებლობა ევროპულმა საბჭომ 10-დან 4 ქულით შეაფასა, ხოლო ზოგიერთი ქვეყნების მდგომარეობა კი როგორიცაა გერმანია და იტალია ნულს უტოლდება. ყველაზე ცუდად საქმე მოლდოვაშია. 2024 წლის დეკემბერში მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა აამოქმედა ენერგეტიკის სფეროში. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დორინ რეჩანმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ცივი და რთული ზამთარიელით. ძვირფასო მოქალაქეებო, მე გულახდილი უნდა ვიყო თქვენთან და გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან რთული ზამთარი გველოდება და ჩვენ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. სირთულეებს და კრიზისს ორი წყარო გააჩნია. პირველი, დნესტრის მარცხენა სანაპიროს ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენა. იქ 350,000 ადამიანი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომლებიც შეიძლება სითბოს და ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ, რაც შეიძლება ჰუმანიტარულ კატასტროფაში გადაიზარდოს. კრიზისის მეორე წყარო, ეს არის მოთხოვნა, რომ ბუნებრივ აირზე ტარიფი გაიზარდოს. სოციალისტური პარტიის ლიდერს და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს მიაჩნია, რომ მაია სანდუ და მოლდოვის ხელისუფლება პასიურობს და სხვა საქმეებითაა დაკავებული. Я думаю, ситуация очень непростая. მე მგონია, რომ ძალიან რთული სიტუაციაა. დავიწყოთ იმით, რომ დღევანდელ კიშინევს ძალიან კარგი კონტაქტები აქვს კიევთან. თუ მოლდოვის პრეზიდენტს არ სურს და არ შეუძლია მოსკოვში ჩასვლა, კიევში მაინც წავიდეს. ის ხომ მეგობრობს ზელენსკისთან. კეთილი ინებოს და წავიდეს კიევში მოლაპარაკებებზე, რომ მოლდოვისთვის საჭირო ბუნებრივი აირის მოცულობა უკრაინამ გაატაროს. მე მგონია, რომ ტექნიკურად ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება უკრაინელი და მოლდოველი ტრეიდერის დანიშვნით. ამისთვის საჭიროა მოქმედება, მაგრამ ჯერჯერობით სანდუსგან საჭირო ქმედებებს ვერ ხედავთ. მაია სანდუ დაკავებულია რუმინული არჩევნებით, საქართველოში არსებული მდგომარეობით, მაგრამ არა საკუთარ ქვეყანაში არსებული ენერგოკრიზისით. ევროპაში მიმდინარე ენერგოკრიზისი უბრალო უიღბლობა არაა, ის დასავლური პოლიტიკითაა წარმოებული და ნასაზრდოები. შეერთებულ შტატებს, ევროპას და რუსეთს შორის ნებისმიერი ეკონომიკური თანამშრომლობის მინიმუმამდე დაყვანა სურდა. სასანქციო პოლიტიკით შეერთებული შტატები რუსეთის დასუსტებას და ევროპის ბოლომდე დამორჩილებას გეგმავდა. რუსეთის ჩამოშლის მიზანს ამერიკელებმა ვერ მიაღწიეს. აი ევროპა კი სერიოზულ ეკონომიკურ და ენერგეტიკულ კრიზისში გახვიეს. ევროპელების ენერგოპოლიტიკა ელემენტარულ კრიტიკასაც
კი ვერ უძლებს. რუსეთი ევროპასთან ბევრად უფრო ახლოსაა და გაზის ფასიც ევროპული ნორმებით ძალიან იაფი იყო. ახლა კი ევროპა იძულებულია შეიძინოს ამერიკული თხევადი გაზი, რომელიც რუსულ ანალოგთან შედარებით ბევრად ძვირია და ასევე ბევრად შორსაა, რაც მის გადაზიდვასაც აძვირებს. მას შემდეგ, რაც ანტირუსული სანქციების ფარგლებში ევროკავშირმა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვაზე უარი თქვა, ამით ინდოეთმა ისარგებლა. ბოლო წლებში ინდოეთი რუსეთისგან ნედლ ნავთობს ყიდულობს, შემდეგ მის გადამუშავებას ახდენს და ევროკავშირს ამარაგებს. საბოლოო ჯამში კი ევროპის ქვეყნების მაცხოვრებლები ბევრად მეტს იხდიან, ვიდრე მაშინ, როდესაც რუსეთისგან ნავთობს პირდაპირ ყიდულობდნენ. ევროპული კონტინენტის მთავარი მომარაგებელი ნავთობპროდუქტებით ინდოეთი გახდა, რომელიც თვითონ ფაქტიურად ნავთობის მოპოვებას არ ახდენს. ევროკავშირი დასავლურ გეოპოლიტიკურ დოგმებს გადაყვა და საღაზრზე და ეკონომიკურ რაციონალიზმზე უარი თქვა. ამიტომაცაა, რომ ევროკავშირის თითქმის ყველა წამყვან ქვეყანაში მმართველი ძალები არჩევნებს აგებენ. მიუხედავად იმისა, რომ მცდელობა დიდია, არც ისე ადვილია ევროკავშირი რუსულ იაფ ენერგორესურსებს ჩამოშორდეს. გამოცემა პოლიტიკო წერდა, რომ ევროპა 2025 წელს რუსულ გაზს უპრეცედენტო ტემპით ყიდულობს. დახარჯავს რა მილიარდობით დოლარს, რომელსაც კრემლი უკრაინაში ომის დასაფინანსებლად გამოიყენებს. ეს ყველაფერი კი უკრაინაზე გაზის ტრანზიტის დასრულებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ხდება, რომელსაც ევროკავშირის მოსკოვზე დამოკიდებულება უნდა შეეწყვიტა. 2025 წლის პირველ 15 დღეში ევროკავშირმა რუსეთიდან რეკორდული მაჩვენებლის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. ნათელია, რომ ევროპის ქვეყნებში ტანკერებით ჩამოტანილ გაზს რუსული იაფი გაზი ურჩევნიათ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი უკვე აღარ წარმოადგენს იმ ძალას, რომელსაც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება შეუძლია და რომელიც თავად განსაზღვრავს, ვისთან როგორი პოლიტიკა გაატაროს. მანამ სანამ ევროკავშირის სუვერენიტეტის ცენტრი უფრო მეტად ვაშინგტონისკენ იქნება გადახრილი, ეს მოცემულობა არ შეიცვლება და დაზარალებული ისევ ევროპული ქვეყნები იქნებიან. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე უყურეთ ევროკრატიას.